ისე დავძიმდი გუშინ დემონებს თვრალნი გავყარე სარკმელს თანამეცხადე რჩება პოეტის თეთრი თავი რომან გაშიშვლეს რომან მაჩვიდეს სახიდან იერს ძალიან დიდი მადლობა თქვენ ფოთელებს. მე მარწმუნები რომ ფოთი შეიცვალაო. უარესობისკენო. მე ვეუბნები ფოთი შეიცვალა უკეთესობისკენ. თქვენ ისევ ჩემები ხართ, ძალიან საყვარლები, ძალიან გზნობიერები, ძალიან სულიერები, ძალიან ლამაზები, ძალიან ამაღლებულები. ყოველთვის ხონდათ ერთი ნაკლი. ფოთელები თქვენ ფოთს არაფასებდით ისე როგორც აქ ჩამოსული კაცი ხედავდა ამას. მეც ახლა რამდენიმე წლის შემდეგ ჩამოვედი და მინდა ვთქვა, ჩემი ფოთი არის განუმეორებელი და შეუცვლელი. გლოვაში, სიხარულში, შრომაში, გამშვენიერებაში თავის ქალაქის და როგორც დიდი ნიკოლაძე ამბობდა, ფოთს კარგი მომავალი აქვს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი შვილი დააფასეს. სევდიანი საღამო იყო დამიჯერებთ. მე არ მინდოდა ეგეთი სევდიანი ყოფილიყო, მაგრამ რა ვქნა. ასეთია დათას პოეზია. იგი თქვენ გეკუთვნის, იგი აქ დაიბადა. 3 წლამდე აქ იცხოვრა, სულ 18 წელი იცხოვრა ამ ქვეყანაზე, მათ შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დაბადება და პირველი ნაბიჯები აქ აიდგა. მონაწილეობდა ქალაქის ზეიმებში. უყვარდა აქაურობა, უნდა ჩამოსულიყო მეორე დღეს, წინა დღეს მოხდა ტრაგედია და წავიდა ზესაში. რაც შეეხება იმას, რაც ხელში მიყავია, მივიღე საპატიო მოქალაქეობა ფოთის. ახლა უფლება მაქვს ჩამოვიდე. ვიცხოვრო თქვენთან ერთად და თქვენი ჭირი და ხინი გავიზიარო. გისურვებ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. ძალიან დიდი ხანია ეს აზრი გვიტრიალებს. დათა გულუა ჩვენი თანაქალაქელია, აქ დაბადებული პოეტია და ალბათ თბილისის მერე ფოთში უნდა ჩატარებულიყო მისი საღამო. ძალიან დიდ ხანს კონსულტაციებს გავდიოდით დათას ოჯახთან. მე მესმის ადამიანების თვალსაზრისით მათთვის ძალიან მძიმე იყო დღევანდელი დღე და ამიტომ არ გთანხმდებოდნენ ეთყობა აი ჩემი გადასახედიდან დღეს ვაკეთებ დასკვნას რომ აი ამიტომ კარგა ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას დათას ოჯახთან რომ ეს საოცარი საღამო შემდგარიყო. მადლობა ღმერთს შედგა. მე ვფიქრობ რომ ერთი საოცარი საღამო დათა მაჩუკა თავის თანაქალაქელებს. ფოთს აჩუქა და ფოთს მადლობა იმისათვის რომ იციან ნაღდი და მართალი პოეზიის ყადრი.